Hello, Fashion TV. We are on Temca Beach, of course, and we're going Consell de Garanties Estatutarias de Catalunya. We can go? Okay, I will go. არ შეიძლება, okay, I can go. ის გინდა შეჩემო მეტალო დეტექტორი ხა და ისინი დაიწყე. ოქროს მოძებნა. ხალხო, ჩემი სპონსორია სტომატოლოგიური კლინიკა თელადგორსკი. Bicho, როგორ არჩევს უცები ყავას. ეხლა ნახეთ რა უქნა. სასწაულია. გამოვყვებით ცოლად. არ ვიცი რატო გადაწყვეტა რომ ვიდეო მე უნდა დავიწყო, მაგრამ ჩავალაგეთ ვაფშე ყველაფერი და მივეშურებ. მე გამოვიყურები ბარსელონასკენ. აი ასე. იმედი მაქვს რომ მადრიდის ვლოგი ჭამ და ბექა არ მაცდის ჭამას. იმედი მაქვს რომ მადრიდის ვლოგი უკვე მოგეწონათ. დალაიქეთ სანამ დაიწყოთ ვიდეოს ყურებას და არხი გამოიწერეთ. ეხლა მივალთ ჩვენგან 8 წუთში არის მატარებელი, წავალთ მატარებელთან და დავაწვევით ბარსელონასკენ. კაი, გაგულანძღავა. ამონიძახი. ნიკა რა მეძინება გიჟივით ხოთზე ვარ. ნატა, რომელსაც კარებზე ძინავს. თინა, რომელიც ჭამს, კიდია ცხოვრება. მოვიდა ტაქსი მინივენი და დავაწექით მატარებლისკენ. დიდი მატარებლით მივგზავრეთ და ნელ-ნელა დავაწვევით სახლისკენ. როდეში რამდენიმე წუთი ცოტა-ცუდად გაიგებთ მას, იმიტომ რომ პერლიში გადამრჩა სახლში. სახლში ავედით, უბრალოდ დაულაგებელი იყო, მოვედით ტაქსთან მოგიყვანა, უბრალოდ დაულაგებელი იყო სახლი და გამოვედით გარეთ. რაღაც კაფეში მოვედით, ვიგარი ქვია. ძალიან კაი კაფეა, რაღაც გემრიელებები არის და იმას ვიღოთ. ცოტა შევჭამთ და მერე დავაწვევით სადმე, ან არ ვიცი. Явიდე ერთი ესტრელა, თინა მაიღო კარბონარა. მე? შენ ბოლონეზ. და სენდვიჩი. ხო. და დიდი სენდვიჩი. და შენ აიღე სანსეტი. ხო. სმუზი. სანსეტი სმუზი. Okay. აი ეს ავიღე მე სენდვიჩი, ბოლონეზი. თინა მაიღო რაღაცა კოქტეილი თუ სმუზი და სულ იყო 30 ევროსი. მე დიდად ეს წერას მოყვარული არ ვარ. ამიტომ იმიტომ რომ ტკბილია, მაგრამ ეხა კარგად წავიდა, ცოტა ცუდად იქნება ჩემი ხმა, მაგრამ არა უცებ. ცოტა ხანი აიდან. ბოლონეზე. ჩაულებულს წესი. მე მარინარას ზღვის პროდუქტებით არის ნატასი და თინასი არის კარბონარა ჩვეულებრივი. ყველა დავამატენით. ეს 320-იანია შეჩემი. მეთქი რა პატარა ბიჭო. ხო, პატარებია რა. პატარებია და აი სოფიანი ღვინო კი არა და სოფიანი ღვინოა იციან კახეთშიო. არ მიჩვენებია ხო საგრადასთან ვართ. ხო, რომ ცხოვრობ ეგ უნდა მეთქვა. აი პირდაპირ არის მოკლედ ეს დიდი მანქანასაც საყენია, მაგის გადასწრევ არის საგრადა. იმედია ხმა ისმის. გაგვიმარჯოთ და თქვენს გაგიმარჯოთ. კარგად ვიყოთ, ბედნიერად ვიყოთ. რასაც ჩავიფიქრებთ, ვაფშე ყველაფერი აგვისრულდეს. რა მიზნებიც გვექნება დასახული, ვაფშე ყველა მიზანი აგვისრულდეს ცხოვრებაში რა. ეს არის ჩემი ბოლონეზი არის, მაგრამ ჩემი ბოლონეზი არის ხურცი. ხო, მაგედია და ხო, ეს არის მაკარონი არის დიდი მასხოვებული რა. ჩემი არის ესეთი, ბეკასი არის ესეთი. ძალიან გემრიელი. კი. უმეწონა და ჩათვალე რომ ძალიან გემრიელია. შეგიძლია ბარსელონაშიც ლაიქეთ სახელმწიფო გუნდა ძალიან იაფერებს. 9 ევრო. ამას გვია ვივარი. ხო, ვივარი. შეგიძლიათ ეს ადგილზეც გამოიღო. კარგი რაღაცაა. შორის დესერტებისა და ყველაფერი ვაფშე ძალიან იაფია. ესე იგი მოვიდეთ სახლში. ბაიტში. ესეთი სახლია, განახევდე ხა? ოპა.
დიდი ტელევიზორი გვაქვს. ტელევიზორი არა, ეს არის კინოთეატრი. თეატრი გვაქვს. აგერ მაგი და ესეთი. აქეთ გვაქვს ოთახი. აქეთ ერთი ოთახი. აქეთ კიდევ ერთი ოთახი. აგერ აქეთ არის ერთი ტუალეტი, ვანა და ტუალეტი არის. აქეთ არის კიდევ ერთი. აგერ არის კიდევ ერთი. აქ სამზარეულო. აივანი. აგერ რომელიც ეზოს უყურებს, ქუჩას არ უყურებს და აგერ კიდევ ერთი ოთახი. და აგერ ესენი თუ უყურებთ. მოკლედ ავედი და ცოტათმე გავალთ, განახებთ ხოლმე რა. ესენი ახლა არ ვიცი უბრალოდ ტელევიზორი რო ნახოს და დივანი სადგავლენ, მაგრამ ბამონოს. რაღაცა ნოსო არ ვიცი რა უნდა. ბრაუნოვიჩი გეუბნები. სხვაზე მივდივართ, კაროჩე რა. იმედი ხმა არის, არ ვიცი, ხმა რამდენად იქნება, მაგრამ სხვაზე მივდივართ და პლიაჟზე არის რაღაცა ფესტივალი, ხო? ფესტივალი თქვი წეგან. ფესტივალი არის რაღაც. გამოვედით გარეთ. პრობლემა მქონდა ხმასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ DJI-ის დაბლა პატარა გადამყვანი რო არის, ეგ გამიტყდა. წინაც გაჩვენეთ კიდეც მე მგონი რა. და ეხლა ის ვქენით. ესტრელას მირთმევს ნატამ, მეც, ნიკუშაც და ღირს დოლარი და ესა უბრალოდ ევრო და 20. გამომართი გახსნილი. ჯერ მოგიჭახო მაშინ. ეს არის ის რას დავლით, ხო? ის დავლით, ოღონდ ეს გრად, ხო? არა, ის ზომა. წავედით, პლეჟისკენ მივდივართ, რაღაც ფესტივალი არის, თან და მინდა რომ ჩაჩაჩა ვიცეკო და რა ვნახოთ თუ მივუსწრებ რა. თქვენი სახლიდან პლეჟი არის 4 კილომეტრი. ფეხით ჩამოვდივართ პლეჟზე. სხვათა შორის, ეხლა რა უნდა მეთქვა, იცი? თენა. ქართველი ერთიც არ შეგვხვედრია. არა, აი დიდას გეფიცე მე ვიცი რომ ესპანეთში ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს. ერთი ქართველიც არ შეგვხვედრია ხალხო და არსა და არც მადრიდში, არც ბარსელონაში სადაც ვიყავით, ქართველის ხმა არ გაგვიგია. ოპა, ფუტბოლი. მოვალ. ოპა. ვასკა საოცნებო ადგილი. აუ, ვასკა რა კაი სტადიონია აქ რო იყო ეხა. მართლა მაგარი სტადიონია. მომავალი ბარსელონას ფეხბურთელები არიან აქანა სიმონ. ლაბუბუ მიყია ჩემმა ლოვემ. კახიე რა ეს. აუნდა არ ვიცი, ხალხო უთხარი, კინო. ხო, ანუ ვკითხე რომ ზუსტად ასფერი ამოდის თუ არა რაც ყუთზეა თქვა და არა mystery box არის. და ეხლა თქვენთან ერთად გავიგებ mystery box-ში. ვინა მომივიდა. ვაი, მინუქი. ჩემ ყავისფერ ჩანთას დავკიდებ. ყავისფერ ჩანთაზე კი რა ყავისფერი კეტების ხოვიყიდე. ხო. ძალიან ლამაზია სხვადასხვაშორის. ძალიან მომწონს ხა ეს გარემო ძალიან საყვარელია. შენ დაშვები ბრატ. თქვენთვის ძალიან კარგი ამბავი მაქვს. Carvertical არის კომპანია, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი მანქანის სრული ისტორია მოიძიოთ. ვისაც ჯერ შეძენილი არ გყავთ და შეძენას აპირებთ, იდეალური ვარიანტია გამოიყენოთ Carvertical-ი, ჩემი პრომოკოდი არის AKEPSTAR, რომელიც 20%-ს დააკლებს. იმ შემთხვევაში თუ ვინ კოდით ვერ მოიძიეთ მანქანა საიტზე, თანხა აუცილებლად უკან დაგიბრუნდებათ. რაც შეეხება Carvertical-ს, შეგიძლიათ სრულად გაიგოთ თქვენი მანქანის ისტორია, როდის დასერვის და რომელ წელს იყიდეს, რომელ წელს გაიყიდა და Carvertical-ის მობილურის პროგრამის საშუალებით შეგიძლიათ სრული მანქანის ისტორია გაიგოთ. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ Carvertical-ის საიტით, რომელზეც როგორც პროგრამაში, ასევე ვებსაიტზე მოქმედებს ჩემი პრომოკოდი AKEPSTAR და გაიგებთ მანქანის სრულ ისტორიას. Carvertical-ის საიტის ლინკს აღწერაში დავტოვებ, შეგიძლიათ გადახვიდეთ. ისარგებლოთ ჩემი პრომოკოდით, შეამოწმოთ თქვენი მანქანის ისტორია და მშვიდად გააგრძელოთ ცხოვრება. მოვედით ბარსელონას პლიაჟზე. ოპა! დავაი, წავიდეთ რა. დავაი დავაწექით. ასჯერ უთხარი ბიჭო რო აქ არ დააყენო მეთქი მანქანა გარეცხილი გავატანე და შეხედე, ანუ რავი ბრატ, არავის მანქანა არ უნდა ათხოვო რა. მაგრამ ბათუმში როგორი ბინძური წყალიცაა და რო გადაუბერო ძალიან ბინძურიაო და საშინელი პლიაჟი გვაქვს და რაღაცები ეგეთი ბინძური წყალი აქაც.
რავი, ნუ შეიძლება გუშინ რო წვიმა იყო მაგიტოა, მაგრამ მაგარი ბინძური წყალია რა. მაგარი ბინძური წყალია და შესვლა მინდოდა და ყინულია იმენა. ხო და აღარ შევედი პროსტო ვზივართ ესე. დავისვენებთ და მე წავალთ სადმე რა. ეს ჩემისა რაღაცას თხრის. ის გინდა შეჩემო მეტალო დეტექტორი ხა და ისინი დაიწყეთ. ოქროს მოძებნა. გადავიღეთ ფოტოები და წამოვედით პლიაჟიდან. ნიკა ბანაობს ჩემი პატარა აგე. წამოვედით ზღვიდან. ნიკუშა მიბანავა, საგაიფოთ ჭუპა-ჭუპა გააკეთა. ეხლა წავალთ ლიდლში ან კარფურში, ვიყიდით საჭმელებს და სახლში მოვამზადებთ, მაინც სახლი გვაქვს ნაქირავები, ჩვენ სპონჩი საკაიფოთ მოვამზადებთ და ლუდს რაღაცას ავიტან და გემრიელად შევჭამთ. მოვედით ლიდლში. იმედი მაქვს, რომ დაგხვდება ყველაფერი, რაც გჭირდება. გოგოები შეატასავებენ კალათს, აიღებენ და აუ, რამხელა ლიდლია, რა კაია და. ავიღებთ რაღაცებს სახლზე და დავაწვევთ. გოგოები იქით საჭმელს იღებენ, ჩვენ აქეთ წყლებს და რაღაცებს ვიღებთ. ფასები ისე, არა, თუ აწერია. ერთი ცალი ღირს 74 ცენტი. ხო? ლიტრა ნახევრია. აგულის რამხელა ნაჭარია, შეხედეთ 4 ევროდ გეხოწა. მოკლედ ნელ-ნელა წმინდები რომ ჩვენთან არის კატასტროფა. აი, სულ რო ეს ფასი, აი 4 евро ეხა ვარში არ უნდა გადაიყვანო. ეგრე არ უნდა იანგარიშო, იმიტომ რომ ამათ აქვს ევროში ხელფასი და ჩათვალეთ 4 ლარად ყიდულობენ რა. კურდღელი 10 евро. ხო. კურდღელი მთლიანი რამხელა შეხედეთ გთხოვთ. 10 евро. ისედან ამხელა კურდღელი არის და ღირს 10 евро. ჰეინეკენი 8 ცალი 330-იანი 7 евро. ანუ ერთი ცალი ღირს 86 ცენტი. გავავსეთ ერთი კალათა, გავავსეთ მეორე კალათაც. ოკეი. და ბოლოს გოგოები გვეყიან რამდენის იქნება რა. ლუდის გარდა ავიღეთ ვაფშე ყველაფერი, წყლები, სოსისები, ეს ვაფშე ყველაფერი ავიღეთ და ერთადერთი დარჩა ლუდის საყიდელი ლუდი, იმიტომ არ ვიყიდეთ რომ არ იყო ცივი. გემრიელეს 200 евро იქ. მე 250. 250 евро? აი, დიდას ფიცა ვარ ეხლა რაც ვიყიდეთ. ხოლოში ვერ იყიდი 300 ლარად კი რა, 800 ლარად. გადაო, 300. გეტყვით რამდენის იქნება ხო? ჩემი ვარაუდი იყო რომ დღეს დავტოვებდით 250 ევროზე მეტს. მაგრამ 150 евро და არის უამრავი რაღაც. ანუ არ ვიცი. 1 2 3 მოკლედ 1-5 პარკის საჭმელი. სუდად ვარ. ერთი წამით ზუსტად რამდენი დაჯდება, ეგ მაინტერესებს. 150 და 74. ბიჭები შოქში არიან. პეტლიჩკა მემიკეთია. ძალიან ისე რო ვთქვა, ხალხო, ეს საჭმელი ხა რაც ავიღეთ. აი, რო ვჭამოთ როგორ იცი, აი, 2 დღე, კი არა, სამი ანუ აქ არის წყალიც, ყველაფერი, სალფეტკი, კოკა-კოლა ერთი შეკრა, ხილი, ვაფშე ყველაფერია. ძალიან იაფია რა, ძალიან ასწორებს რა. ჩემი სახლში. მაგრად ასწორებს. ესე ჩვენი ნავაჭრი და ველოდებით ტაქს. მოვედით სახლში. უსვა დავდებ ხა კამერას და განახებთ რეები ვიყიდეთ. მე თეთრებში ვარ. ხო და ცოტა ვჭამეთ სენდვიჩები რაღაცა აქეთ-იქით და საგრადას სანახავად გავდივართ. ერთ-ერთი ყველაზე ულამაზესი რაც კი არის ბარსელონაში რომ აუცილებლად უნდა ნახოთ და ვიდეოშიც განახებთ. აქ შეიძლება ყოფილიყო თქვენი ლუდის ან სასმლის რეკლამა. ანუ უბრალოდ დაგველია რეკლამა რატო. ასე რომ ამონათება მეილი და შეგიძლიათ მოგწეროთ, რომ შემდეგ მოგზაურობაში მაღაზიაში არ ვიყიდოთ. ახლა რა კაი სუვენირებია, დასაღებად სუვენირები რა, ანუ სასმელია ჩვეულებრივ რა.
Просто Barcelona-დან რო წავიღო ძალიან საკაიფოა. ესეთებიც არის 6 евро გორს. იქ სათვალეებია, ბრელოკები, რაღაცეები, რავი, როგორც ყველგან რა. 50 евро, ისე 15. ვაუს გიყურებ თუ მოგცნობს აი. საათებიც არის, რაღაც აი ვაგზალზე რო იყიდება ჩვენთან ეგეთი 3 ევროიანი. სუვენირად აი ძალიან საკაიფოა დედას ვიცავ. ეს ახლა ძალიან მომწონს. მაგრამ 35 евро ღირს ეს. მაგრამ ხარისხზე ეთყობა რომ ძალიან კაი ხარისხია. ესე იგი შემოვიდით ბარსას შოპში. ნახოთ დავათვალიეროთ ყველაფერი კრიუფის 1975 წლის ფორმა. და როგორი ლოგო აქვს რა ცუდი, რაღაცნაირად ცუდად არის ძალიან. დედას გეფიცები რეალისიმაში მადრიდის შოპში არ მომწონს უფლება გადაწყდეს. Hello. ბარსას შოპიდანაც გამოვიდით. პატარა შოპი იყო, მაგრამ მე მგონი ყველაზე ძველია თუ რაღაც თქვა იმგობა. ზუსტად ვერ გავიგე ეს მანულად. საგრადას დავარტყავთ კრუქს, დავათვალიერებთ კარგად და ნახავთ მერე რამეს. ესეც ჩვენი საგრადა. ძალიან ლამაზია. აი საოცრება ახლიდან რო ნახულობ რაღაც დაუჯერებელი სილამაზე არის და ეხლა ვხვდები რატო აშენებენ ამდენი წლის განმავლობაში და რატო ვერ აშენდება კიდე ბევრი წელი. პატარა ტბა საგრადასთან. ეზობი რაღაცები არა, უბრალოდ ტბაც არ არის, უფრო სწორედ აუზი არის ჩათვალეთ. და ესეც ულამაზესი საგრადა. ძალიან ლამაზია. ესე აი ვერანაირი კამერით ალბათ რაღაც საოცრებით უნდა გადავიღო, რომ განახოთ დეტალიზაცია, რა სასწაული რაღაცა არის. ესეთი სილამაზე მე ნანახი არ მაქვს, პირდაპირ ვამბობ. ერთი ამბავია ამ ადგილს ხო TikTok-ზე დებენ რა. და აი აქ დაждომაზე არის შემოშვით. იქ რო ვინმე დადგეს სტადიონში როგორც განან იმაზე პარკინგზე და იქ რო ვინმე დადგეს რომ ფული დააწესოს რა 50 евро რო იქ დაждდეს დედას მიცავ ყველა 50 ევროს გადაიხდეს. ფეხით საგრადადან ფეხით გამოვისეინეთ ციტადელის პარკში და ესეთი სილამაზე არის. განახებთ მივაახლოვებ. ყველაფერი არის ძალიან ლამაზი. ისე ცხელა, აი დედასოფიცა ვარ. ვიწვი და უნდა მოვიხსნა სათვალეები, რომ სათვალეები არ დამეტყოს ზაგარი. ანუ ესე იმათ მრგვალად რომ სათვალე არ დამეტყოს დედას ვიცა ვარ, იმდენად ცხელა და ისეთი სასწაული სიცხეა. ულამაზესია. უეჭველი უნდა მოხვიდეთ აქ. ძალიან ლამაზია. ჰაუზი არის ესეთი სხვადასხვის წმინდა გიორგის თავისუფლების მოედანზე რაც არის ძეგლი მაგას გავს ძალიან ძეგლით ქანდაკება როგორი თქმის ძალიან ლამაზია ყველაფერი ულამაზესია უეჭველი უნდა მოხვიდეთ აქ აქედან არის პირდაპირ ზოოპარკი მოვიარეთ მთელი ბარსელონას ზოოპარკში არ შევედით 20 евро ღირდა კაცი და ძალიან პატარა ზოოპარკია და ტყუილა არ შევედით. გამოვდივართ ახლა ტრიუმფთან სანახაობა არის რაღაც შენობაა და დედას პიცა ვარ გარშემო ღობეებზე მწვანე თუთიყუშები ზიან სულ. პროსტა ესე. რატო არ ვიცი.
ერთი ძაღლიც კი, ერთი მიტოვებული ძაღლიც კი არ არის ქუჩაში. ერთი ცალიც კი, აი არ არსებობს პროსტა მიტოვებული ძაღლი რო ნახოთ ქუჩაში რა. აი იმდენად სასიამოვნოა ვერ აღიღწერთ. პროსტა თუ რამე ძაღლი დადის, ყველა ვიღაცის არის და პატრონი დაყვება. რა მაგარია, პროსტა ვერ აღიღწერთ რა. ნუ ხა არიან ხალხი ძაღლთ მოზულეები და საერთოდ კატა და ძაღლი და რო ეზიზღებათ ოთხფეხები, მაგრამ რავი რა, ანუ ძალიან სასიამოვნო, ვისაც გვიყვარს და რატო არ უნდა გიყვარდეს, ალბათ რავი, მეგობარზე კი არა, ყველაზე ერთგულია. თუ რამე არსებობს, იმის გამო ცხოვრობს, რომ შენ რავი, შემოგწიროს, რასაც ქვია ცხოვრება რა, შენ უყვარ ხარ და შენს გარდა არავინ. მოკლედ იმედი მაქვს, რომ თავშესაფრები და ისეთი რაღაცეები გაკეთდება, რითიც ქუჩაში რო ძაღლები არიან, მიეხედება მაგ ყველაფერს რა. როდესმე რა ვიცი. იმედია ვინმე ხმას ამოიღებს. ველოდებით თუ დიყვარს. მიჩო როგორ არჩევს უსეები ყავას. თინა. ამას შეხედეთ ხო, როგორ არჩევს. თინას მივუყანო. მოდის გოგო ამას უყურეთ. უსეები ყავას. მოდი. გოგო ყბილა გარჩია, გავგიჟდები ეხა. თოლია არ მოვიდეს არ. ხა. ნახეთ, პროსტა რამდენი არიან ამ საკუთრებელს. ესეთები არიან უამრავი ხალხო, იმენა უამრავი. ოღონდ რა ხდება რა? ეს ტიპები დადიან სემიჩკით. ნუ ყველა ქართველი ხო არ შეხვდება რომ ფული არ მისცეს და უთხრას რომ იგი ნახვით. ანუ დადიან სემიჩკით და 5 ხერ სემიჩკას ჩაგიგდებენ და მერე გეუბნება რომ ფულიო გადასახდელი სემიჩკა მოგეციო რა. ხო რა. ან თქვენი სემიჩკით მოდით ან გააჯმევინეთ ამათ ფული არ მისცეთ რა. ის 5 ღერი სემიჩკა და მერე 5 ევრო მომეცი ამ ხო არა. შემოვედით აქვე ესეთ კაფეში და ველოდებით მივტანს. ესე იგი, გავლიეთ მოდი. თინა დალია 7-up-ი და 20. ავედი დედა, კარგი. WhatsApp-ი და სხვაგან. გადავიდა მაღაზიაში წყორიაო და როგორ მოდის შეხედეთ ხალხო. იმენა სიურპრაიზ. გავახსნე. მანახე? რა მაინტერესებს ისი, მე რა მოვიტანო. სადა ფიზელი კომენტი იყო შენ. Oh shit! მოვიდა სტილზე. რა ქვია, არ ვიცი. როგორც ყოველთვის ხდება Golden Goose-ი ისევ დაკეტილი დამხდა. ანუ რეალურად Golden Goose-ის რაღაცის საყიდლად უფრო არ ვარ. უფრო მაინტერესებს რა კეტები აქვთ. შეიძლება თუ მომეწონა მე დავფიქრდე სამომავლოდ. მაგრამ მაინც მაინტერესებდა რა. ხევანდელი დღე ამით. გასრულდა, ასე რომ ვთქვათ. ცოტავია ბევრია სადაც ყოფილვარ ბევრ ადგილზე, იმიტომ რომ რაღაც განსაკუთრებული არაფერი არ მქონდა არჩეული რა. ხმათ უცუდად გესმით, პეტლიჩკა დამიჯდა, ორივე პეტლიჩკა დამიჯდა და მოკლედ რა. არჩევენ რა ვჭამოთ, კიდრი პომიდორი სოსი და რაღაცეები. ხო და 13 ევრო დაგვიწერა ტაქსმან სახლამდე და დავაწვევით ახლა სახლისკენ. სახლში მოვედით. კონდიციონერი ჩართულია. ნიკამ გადამილაგა შვიდა სიცალი ლუდი. მაცი არის ავსე გვაქვს. რაღაცები ვიდეოს ბევრი. პური დავამართვიბარე. ხედავთ ახლა რაღაცებს და ტელევიზორს ჩავრთავთ, რომ ცოტა დავისვენოთ. დღეს ვიართ 11 კილომეტრი ლამის. აი ძალიან რაღაცა მეტრები გვაკლია. გოგოებმა გაგვიმზადეს. ესეთი რაღაცები. მოგვიწყეს. პიცა რამე რამე და წავედით რა. გაგვიმარჯოს. დროებით. ხვალინდელ დღემდე ხვალსად მივიდეთ. ჯერ არ ვიცით. ავარჩევთ. წავედით. დღე მესამე მე თინა ნიკა ვართ ველოდებით ნატას ჩამოვიდეს და მე მივდივართ, რა ვიცი, სადაც მოიფიქრებენ იქ. თინას ლაბუბუ თუ რაღაც ჯანდაბა. დილიდან პივაზე ვარ. დილიდან ვართ ალკოჰოლზე, დამოკიდებულნი.
გეშველებათ რო ჩახვალთ ესე. მე აღარ დავარ. აქ ძალიან ცხელ, აქ რო არ დალიო რა ვიცი. გუშინ დავლეთ 6 ლიტრი ლოდი რა. ასეთი ამბავია. მივდიოდით ბაზარში. ბაზარი ქვია. ნუ ბაზარი ხო სანახაობა. ხო, ბაზარი ქვია რაღაც სანახაობა, არ ვიცი, რაღაცაები არის შეგიძლიათ ააგემონო. აუცილებლად სანახაობებში წერია და კვირადღეს, ნუ კვირადღეს არა, ალბათ შაბათ კვირადღესაა დაკეტილი რა. იმიტომ რომ დასვენების დღე არის და დღეს სხვათა შორის, ანუ ყველაფერი ჩამოკეტილია, რაცაც უყურებთ რა. ესე იგი, მივდივართ ტაქსით პაბლო ესპანიოლოსთან. პაბლო ესპანიოლო. ნუ პაბლო ესპანელთან მივდივართ, მოკლედ. ტაქსმა არ დალიოთო, არ მოწიოთო. არ შეჭამოთო, რავი, ვიღაცა ის შეხვდა დედას ჰიტლერი. არ დაგზარში მე მიგვაქვს. ანუ ეს რო იცოდეთ არ ჩერდება, ისე ჭამს, ანუ ხმებსაც გაიგებთ ალბათ, იმედი მაქვს, რომ არ აჩერებს პირს, მაინც 1-10 ჯერ უთხარით. მივალთ დაახლოებით 10 წუთში და ტაქსი გვიწერდა გამოძახებით 30 ევროს და ანუ გავაჩერეთ რა ქუჩაში გამლელი ტაქსი და თქვენს გირჩევთ რომ გამლელი ტაქსები გააჩეროთ მინიმუმ 10-15 ევროს დაზოგავთ, იმიტომ რომ 30 ევროს წერდა ბოლტი გამოძახებით და 15 ევროს წერს ეს. Say hello to you. Hello. Okay. დავით. ესე იგი, დაკეტილი და ხდა ფესტივალი არისო და ვერ შეგიშვებთო, თუ იყიდით ბილეთსო, შეხვალთ, მაგრამ იმ ადგილებს მაინც ვერ ნახავთო, რაც გოგოებს უნდათ. სამწუხაროდ ესპანელ პაბლოსთან ვერ შევედით. ნახოთ დაბლა ნახეს რაღაცეები გოგოებმა. და ვნახოთ რა ადგილები ნახეს რომ წავიდეთ. ძალიან ლამაზია სხვათა შორის ყველაფერი ძალიან ლამაზი ადგილია. ყველას გირჩევთ რომ მოხვიდეთ. ძალიან მოგეწონებათ. შენით არ შეგვიშვეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ლამაზი იქნებოდა. ვსივართ. ვიშვენებ ცოტას და ჩავალთ პლაზასთან. პაკა. ვაიმე დებილი. ეს ნახეთ გთხოვთ დებილი. ამას უყურე თუ ყოში რომ ტრედებს დაერთად სე ხა. დავიძარით პლაზასკენ, მოწიეს, დალიეს, ნიკა მოფსა. კარგი, რავი რა, ყველანაირად მოთავებულები მივდივართ პლაზასკენ. ეს პლაზაც შეიძლება რომ დაკეტილი იყოს, შეიძლება, ზუსტად არ ვიცით. ნახოთ. ეს არ ვიცი რა არის, მაგრამ ესეც აქ არის ახლოს და ძალიან ლამაზია. მანქანის თანხის ნახევარი დასპონსორებულია Skin Club-ის მიერ. წინა ვიდეოში ნახავდით როგორ გავიტანე $10,000 სკინებით Skin Club-დან. სწორედ ამ სკინების საშუალებით შევიძინე ეს მანქანა. მადლობა Skin Club-ს. ცოტა ადრესიანია. გთხოვ. ვაიმე ხوار გადაო ბიჭო. 1 2 სამბერი 26%-თან. ხო გადა შიგინაცვალი. ვაიმე რა გიჟიბა. ეს რა ხდება? აქ რა წერია თქვენს ხედავთ? მოვედით პლაზა კატალუნიაში. ლამაზი ადგილია ძალიან. კარგია. ხო, ეხლა ნახეთ რა უქნა. ნიკა შეღეთეთ. კარგია. სასწაულია. გამოყვებით ცოლად. Roskangale. ანახებეჭო. რატო იწევს ათვალეს? მოდი ჩამეხოდე. შენია.
ესე იგი მილოცვები და ბოლოცვები და ისინი მოდის და თინაც იმაში არის ემოციებშია ჯერ და ცოტა ხანში გავაგზავნებთ ვიდეოს სანამ მოლოცვებს მივიღებთ ემოციების შემდეგ წნევა მაქვს კეფამ მინდა რომ ეხლა როგორი გახარებულები ჩვენ ვართ როგორც ემოციებში ვართ და როგორი ხო როგორი ბედნიერებიც ვართ ისეთი ყოფილიყავით და ბევრად მილიონჯერ უფრო ბედნიერებას გისურვებთ რა თქვენ საყოველთაო ადამიანებთან ერთად იმიტომ რომ ეს ის გრძნობა რომელსაც ვერ მიხვდებით სანამ არ გამოდგება მართლა იმიტომ რომ არ ვიცი მაგრამ რა ვიგზენი ეგეც არ ვიცი ამ რა სიტყვა უნდა ვთქვა ეგეც არ ვიცი შემოვედით რომ ცოტა ვჭამოთ თორე რაღაცა ენერგია გამომეც თავარ როლებში ანახე ოუ შიტ მოკლედ აღარ არის თავისუფალი აღარ ვარ თავისუფალი ჯერ ეგერთი ლუდი გამოგქონდა მედანიკაზე ხო იცი და რაღაც დავთხოვრო სახში რომ მიდე თებს როტეხავენ პატარძალი და სიცე ლუდი ჭიქა რაღაცები გამოგქონდა და იმით მომქონდა პოდნოსი და არ გაცურდა ბიჭო დაიხეთქა ყველაფერი ლუდი გასკდა მედალიკას შეგვესხა ეს ჭიქა გატყდა დაიმშრა და კაროჩე რა ეს მსხრევა ყოფილიყო საბოლოო რა ის გალი იძახის ესპანელი მომტანი აქედან სადმე გავალთ ახლა მედანიკა მაიკებს ვიყიდით იმიტომ რომ ლუდი გვაქვს შესხმული და ლაქები გვაქვს მაიკაზე და მე სადმე წავალთ რა და აღვნიშნავთ 15 ივნის აი ხო დავლიო ბოლომდე მე უნდა ოღონდ ტექნიკურად რო ანჭრას ვინმე სტრენჩერა ჩატაკა ნიკა თავში არ გაარტყა იმათ ერთ გვერდზე არ გაარტყა შეჭი გაგიმარჯოთ აი ამით კაი შეჩემა გიბრიელი მიყიდიო მინდა რა ყველა ისეთი ბედნიერები ვიყოთ როგორც მე და თინა ვარ დღეს მოვედით რაღაც უბანში არ ვიცი რა უბანია მაგრამ მაგრად მევასება ესეთი უბნები რა ესე იგი პრიმარკი არის სადღაც ახლოს გოგოები შევლიან პრიმარკში მაგამდე აგერ ფოტოებს იღებენ დაუწობით მე სადმე დავჯდებით რა ესენი უნდა გამოვიცოლო საზღარ ფორმაში ვარ ლუდი მაქვს მაიკაზე სულ და მე სადმე ჩავჯდებით და იქიდან წყნარად ჩაგერთვებით მაგამდე თუ რამეს ვიყიდით პრიმარკში რამეს გავაკეთებთ ყველაფერს გაჩვენებთ აუ ძალიან ლამაზი ქუჩა ამ ქუჩაზე უეჭველი უნდა მოხვიდეთ მოიცადეთ სადმე შევეცდები რომ ქუჩის სახელი არამე განახოთ რომ აქ მოხვიდეთ ფოტოების გადასაღებად აი ამით მოაგნებთ უეჭველი რა ეს არის ნაგვის მანქანა და რავი აი დედას გეფიცებით ისეთი სიმპათიური ბიჭები ისეთი ლამაზი გოგოები ისე მუშა აი ჩვენთან როგორც არის რომ აი რაღაცეები ეგრეხებათ აი მე როგორ ვიმუშაოთ მაგრამ აი ვაფშე არა აშკარად ეგრე ყველანაირად თავისუფლება არის და პირიქით რა ანუ ყველგან მუშაობს ყველგან აი სამსახურზე ძახის ბევრი ამეს მაგრამ ჩვენთვის და ჩემთვის სამსახური არა თქვენც გეიცით რაზე ვამახვილებ ყურადღებას ხო და ეგეთ სამსახურებზე არ ვლაპარაკობ რა პოლიციაშიც წინაზე რავი გოგოებს ვაჩვენებდი დაცვები იდგნენ დედას გეფიცები და პოლიციელები იდგნენ აი კბილები რო აქვს გათეთრებული რა გაკეთებული რო აქვს და გათეთრებული კბილები და წვერი ძერსკად გაკეთებული და ტატუებში და აი იმენა რო ასწორ გესიამოვნება რომ აი ტიპი ყველანაირად იმენა მოწესრიგებული და კაი ბიძე რო არის რა ანუ სასიამოვნოა ყველასთვის რა ხო და ასწორებს იმედი მაქვს რომ ჩვენთანაც როდესმე ეგ წესრიგი იქნება და ყველაფერი დაალაგდება რომ არ ტეხავს არაფერი ატოტეხავს ან ტატუ რატოტეხავს ან ყოველდღე თუნდაც წვერის კეთება მალამაზად მოწესრიგებლად ყოფნა და ჰიგიენა რო ქონდეს ყოველთვის დაცული რა
PUBG-ში რომ ამდენი ხანი დავუმეტკე მეთქი, რა ვიცი აგერ დავუმეტკე. ბარსელონაში ტერაქტი რომ მოხდა, ხო თუ იცით? არ ვიცი. რა მოხდა? ტერაქტი რომ მოხდა, მანქანა რომ შემოვარდეს ხალხურ ადგილას. ეს არის ის ადგილი. აი ტერაქტი რო იყო, აი ის ტერორისტები რო შემოვარდნენ, ზუსტად ეს ადგილი არის ბოლომდე. აი ეს აი შემოვარდა ტერორისტი. იმით რო შემოვარდა, რა ტრაილერით. всё, ეს ადგილი არის ტერაქტი რომ მოხდა და ეგ შემოვარდა ტრაილერი ზუსტად. აი ეს, ოღონდ ეს არის ახლა ჩვენ შუაში ვდგევართ, მაგრამ დასაწყისი იქიდან არის. იქით შემოვარდა. ხო და ესე მივხვდი ადგილს დაახლოებით. კი. და ეს აი საძე რო შემოვარდა ესეთ ადგილს. კი, აი ეს ადგილი ზუსტად აი ამ ადგილას შემოვარდა ის ტრაილერი ხალხი რო გაიტანა. შემოვედით ჩემს მაიკაზე. რაც მაცვია ეს ვიყიდე და დანარჩენს ნუ კი ხედავთ. მოკლედ. რა ჩემბრალია? არ ვიცი, მოკლედ. ავით ხალხო. სადმე დავждებით? ალბათ თუ ამ პარკებით ბარსელონეტაში მივდივართ და უნდა ვჭამოთ სავარაუდოდ ლობსტერი. ზღვის პროდუქტები ყველაზე დედის ტყნელი. всё, წავედით. ეს კაცი იმენა გვარწყევია. ეს მაგარი ხალხო რა, რო იცოდეთ. იმენა დააგვალ, ჯერ ხო დედის იაგინა ყველას ვინს დადის. მე ეხა ისე რესკა დატორმუზებს რავი, კაროჩე, რა აი აღარ შემიძლია, თან მშია, თან არ მინდა რომ რამე ვთქვა, თან მინდა რომ მალე მივიდეთ. რა უნდა გააჩერე რა, მაშინ და გადავალთ. მოვედით ბარსელონიტაში, ლილოდან ბრუნდებით, ჯერ არ გვინახავს, სად არის, როგორ არის, რა არის. შევალთ ახლა დავждდები და გაჩვენებთ ყველაფერს. ესე იგი, თუ ვინმე იყო აქ, ყველა რეზერვზე იყო, თურმე რავი, ერთი 10 კაცი იყო რიგში და ამას შეხედეთ, პროსტა რა ხდება. სულ სავსეა, პროსტა შეხედეთ რა ხდება ხალხო. ყველა რეზერვზე არის აბსოლუტურად კიდე ერთი 20 კაცი ელოდება რეცეპშენში. მოკლედ, ეხლა გავივლეთ. და იმედია ვიპოვით რამეს, სადაც შეგვიძლია რომ დავждდეთ. აუ, ძალიან კაია ეს რა. იმედია ვიპოვით რამე ადგილს, სადაც შეგვიძლია დავждდეთ და ლობსტერი ვჭამოთ. ლობსტერი არის აი საჭმელი ოცნების თუ რამე არსებობს, ყველაზე მეტად მაინტერესებს ლობსტერი. გამოვედით სანაპიროსკენ და სულ ესეთი ბარებია. ყველგან ეს დაუსრულებელია, შმაკის ბარვალია. სანაპიროსთან ვართ და რავი, აქ რო არ იყოს შანსი არა. ესე იგი რაღაცა ტრაქში, პერო რესტორნებში მივედით ხალხო. ბარსელონიტა და რაღაცეები და ნუ რავი, რაც კი რესტორანი იყო პლეჟთან გაითვალისწინეთ რა. ჩვენ შეცდომებს ნუ გაითვალისწინებთ, როცა ჩამოხვალთ ბარსელონაში. დაიმახსოვრეთ რომ ყველა რესტორანი რაც კი არის პლეჟთან აბსოლუტურად ყველა რესტორანს ჭირდება წინასწარ რეზერვი. არ არსებობს მან ახლოს რესტორანი რომელიც არ მოხდოთ რეზერვს. იგი ვიყიდეთ ყველაფერი ლუდი და რაღაცეები. მოკლედ რო იცოდეთ რა, ანუ ლუდის ყიდვა, ლუდის არა, უბრალოდ და ლუდის ზოგადად ალკოჰოლის ყიდვა 10 საათის შემდეგ დაუშვებელია ნებისმიერ მაღაზიაში. ასე რომ გაითვალისწინეთ თქვენს რომ იგივე არ მოგივიდეთ და იმედია ხმას იწერს ოსმო გათიშულია ყველაფერი. ყველაფერი დამიჯდა აბსოლუტურად. იმედია ხმა ისმის. ეხლა იმდენი ველაპარაკეთ რომ ბოლოს პოლიციაში დავრეკავო, ჩადეთო ლუდიო და წადითო. გავატარებინე ლუდი და წამოვიდეთ. მოვედით სახლში. გოგოებს გაუმზადებიათ რაღაცეები და ამზადებენ გოგოები რაღაცეებს. თინ გვაჩვენე რა კიდე ერთხელ. Oh shit! მეოთხე დღე ბარსელონაში ხვალდილით უკვე მივდივართ მატარებლით მადრიდისკენ. ხვალდილით ვაფშე არაფრის დრო აღარ გვაქვს, მივდივართ მადრიდისკენ და მადრიდში ჩასვლისთანავე პირდაპირ მივდივართ აეროპორტში. გაიმზადებიან ახლა გოგოები და დავაწვევით გარეთ. ტიპი პირველ ვიდეოში შეყვარებული იყო და ეხლა ცოლია. საღო. ნიკუშას კიდია რა იცნობს ნატა. როგორც ყოველთვის სველით მით არის. თინასნაირად და მივდივართ მივდივართ სასეინოდ და მივდივართ იმაში. რა ჯანდაბა ქვია? რა ქვია გას? თეატრად მივდივართ. ზოოპარკი კი არა, ბაზარი უნდა ხიბუშ დაგეტილი. ბაზარი ორბელიანზე მივდივართ ხალხო ბარსელონაში.
ნუ მოკლედ რაღაცები უნდა ვნახოთ ბევრი დღეს რა. გვაქვს საშინელება, დედას გეფიცები ჟანგბადი არ არის ლიფტში და შესუნთქული გვაქვს ყველას. ჩვენ ძმებთან მოვედით გუშინო გსროკავდნენ მე და ნიკას. რა წვენს რაღაცებს ვიყიდით. ჩვენ მოგეხსენებათ რომ ალკოჰოლს არ ვეტანებით საერთოდ, ვარჯიშობთ. Coca-Cola Light. ვასკა გაიჩიტა. ვასკა? ეს ხო უყვარს. კი, ყველაზე მეტად უყვარს ეგ. 2 წყალი ავიღეთ მე და ნიკა. ვა, შენ მოგიტყვენ რა, შენ რა გჭირს. 2 წყალი თუ ართ წარმოდგენილი მე და ნიკო. მოვალთ რა მალე. მაგრამ ტიპი გუში გაუთხოვარი იყო და დღეს გათხოვილი ეს ვინდატო. ნიკუშ გუში ნარდს სვავდი და დღეს არქნა შეყო. ფერიზა ტეპიხლო რო არის. ხალხო, ჩემი სპონსორია სტომატოლოგიური კლინიკა თელადგორსკი. ესე იგი, მოვედით Mercat de la Bocueria რას ნიშნავს არ ვიცი ხალხო, მაგრამ მოგვიყვანა თინამ რომ ბაზარიაო, ყველაფრის დაგემოვნება შეგიძლიაო ვაფშეო რა. ხო და ეს არის, ანუ მოკლედ თინას ეს ყველაფერი აქვს ნანახი ყველაზე სანახაობრივ ადგილებში, რაც უნდა ნახო ბარსელონაში რომ ჩამოხვალ რა. ყველაზე მეტად ჯერჯერობით ხალხო მაინტერესებს სად მივალთ ისეთ ადგილზე რომ თინა რამეს გასინჯავს, იმიტომ რომ თინას უნდა აქ წამოსვლა რა და მე მეუბნება მთელი გზა კარტოფილის, ანუ ბაზარში მოვიდა, სადაც იყიდება ვაფშე ყველაფერი და უნდა კარტოფილის გასინჯვა და იმახსოვროთ. სექსი. ანუ ამათი დედა ამ ყლები სექსია შემოვედით. Hello Fashion TV, we are on Temca, Temca Beach of course, and we're going Consell de Garanties Estatutarias de Catalunya. It's closed, we can't go? Okay, I will go. არ შეიძლება, oh, okay, I can go. Კარჩე ინგლისური რო არის, მაგრა დასწავლებს. რა ამბობს ნახე მისტერ ბისტის მაიკაროვაცია. ოღორე. ეს არის მისტერ ბისტის მაისური. და ლაიქეთ არხი გამოიწერეთ და ძალიან მაგარი ვლოგები და ვიდეოები გელოდებათ რა თავის პასში. სად მოდივართ? მე არ ვიცი, სად მოდივართ? Gothic Quarter-ზე მივდივართ. Where is Gothic Quarter? I don't know. მაგრამ ჩვენ ვართ საბჭოს მოედანზე და ჩვენ ხედავთ როგორ შეიცვალა საბჭოს მოედანი ესპანეთში. არა, ძალიან კაია მართლა რა. ძალიან ლამაზი ადგილია. ძალიან ბევრ ფოტოს გადავიღებდი, მაგრამ არ მინდა. მოვედი ძალიან ლამაზ ადგილზე, მოგვიყვანა ნიკამ, თემქიდან არის 10 წუთის გზაზე და შეგიძლიათ. აუ, ტიპი რას ემზადება, საღოლ, თინანო, მირცხუ. მაკედან უნდა დალიო? Yeah, საღოლ, ესეთები არ ვიცოდი მე. ეხლა თავს ჩავყოფიქ და გადამიღე რა. ხალხო, ეცადეთ რომ შეყვარებულების და მეუღლეების გარეშე წამოხვიდეთ ყველგან. ანუ შეყვარებული ვერაფოიქდა ხო? ტიპიდან შეყვარებული იყო პირველ სერიაში, მაგრამ ეხლა არის ჩემი მეუღლე. ვაიმე, ბეჭედუ კაკავისწავრო. ანუ ბეჭედს რანაირად დაათრევ, წესიურად მოეკეცი. $1,000,000 გადაიხადა აკებს წარმა. ესე იგი, ხალხო მოვედით დააკავზე და ჯერ ნახოთ ზუსტად რა არის სწორად ვიხოვნე. ნახეთ რა კაი ინფორმაცია ხალხო. ძალიან საყვარელია. იჟღანება. ესე იგი მოვედით კოცნის კედელს ეძახიან აქ.
და წინ გიხედავთ რიგს რა. თინ გამოიხედე რა ერთი. choose აი ესეთი რაღაცა არის. კედელი და პატარ-პატარა ფოტოებისგან არის გაკეთებული რა. კუჩები. ხო და აქ იღებს ხალხი ფოტოს. ფოტოები 7 ევრო უნდა კუჩებისას. ეს ფოტოები გადაგიხოთა. ამ კაცთან მოხვალ პრომო კოდი. პრომო კოდი აკეთე 15 კომოტეიამას. ესე იგი გადავიღეთ ფოტოები. ჩვენი ძმა არის ძალიან მაგარი კაცი ხალხი რომ მოხვალთ ევაჭრეთ. ჩვეულებრივ 14 ევროში ორს გადაიღებს 7 ევროში იღებს ერთს. ხო და რა უნდა მეთქვა? ეხლა რა თქმა 7 ევროში ერთს იღებს 14-ში 2 და ლოგიკა. ანუ უფრო ნაკლებად აკეთებს. არა, შემეშალა ხალხო. 7 ევროში იღებს ერთს. და 3. ხო, 3-ში გადავიხადეთ, რა ხო, 16. ხო, ანუ 5 ევრო დავაკლებინეთ რა. 3-ს როცა იღებთ, აკლებს 5-6 ევროს ხო და ევაჭრეთ. და ისე გადაიღეთ პირდაპირ არ მისცეთ. ძალიან საყვარელი ბიჭი არის მართლა რა. მაგრამ ვიღაცა ისეთებსაც უყურებს ბიჭების კოცნაობებს და მე არ მომეწონა. ეგ რომ ენახა თავიდანვე ვაფშე არ მივიდოდი რა. ოხ. ესე იგი, საიმობთ. გამოვედით. კოშკიდანაც ყველაფრიდან ესეთ კუჩაზე ვართ. უამრავი ხალხია. საინობთ და აი აქ უნდათ გოგოებს მოსვლა, აი ამ პალმებთან და რაღაცებთან. ძალიან კარგი გადასაღები ადგილიაო და მოდიოდით აქ. აქედან მე მივდივართ სეფორასთან. სეფორასთან უნდა მივიდეთ და სეფორადან წავალთ მე სავარაუდოდ პირდაპირ რესტორანში სადაც გვაქვს ჯავშა. ესე იგი, სახში მოვედით ხალხო, ცოტა ხანი დავისვენეთ, ძალიან ბევრი ხე ვიარეთ მზეში. აუ, რა კაი ადგილზე არიან კრეშაზე ნახე. მე ხერავა მეზები ვართ. ძალიან დიდი ხანი ვიარეთ მზეში. მე სეფორაში იყვნენ ყოილად. ხალხადაც უნდა მეყიდა რაღაც და არ ვიყიდე. იმიტომ არ იყიდა რომ ნერვები მომიშალა ხალხო. აქეთ მომიშალე ნერვები. იმიტომ რომ ერთი კვირა ვარ ესპანეთში და ერთი კვირა დავდივართ სეფორაში და პრიმარკში. ხო და მოკლედ იგივე სიმეორებს ბარსელონიტაში ხო ბარსელონიტაში მივდივართ და ამ უსაზიზღრეს ლივჩი ვართ ამის მომგონს ჩავაჯვის სულში მოვედით ბრა ჩემი ხალხო ბარსელონიტაში რო ვიყავი დასაჯაუშნად და ეშბაკის ბორბალს არ ქონდა ესენი დასაჯდომები ეხლა აქვს საღოლ ზნაკუშტო მოვედით იმედი მაქვს რომ აქ დავждები და შევსანსლავთ ახლა ყველაფერს. Hola, te subo 475. Nick, aus ხარის ერას ის ახარეს. რამდენი რაკე გამჭირვალე. აუ. ესე იგი, მოვედით ბარსელონიტაში. ძალიან გვინდა და ძალიან გული დაგყვლა წინაზე რო ვერ მოვედით და ეხლა მოვედით და ძალიან გაგვისწორდა რა იმიტომ რომ ძალიან მაგარ ხედზე მოგვიწია დავჯავშნეთ წინასწარ და ძალიან გაასწორა რა იმიტომ რომ ძალიან კარგი ხედზე ვართ ფინანსაც მოწონს როგორი ყოფილები არიან და ესეთ ხედზე ვართ სვავ დარწმუნებული ხარო ჩასვავ ანუ ნიკას ვაუბნები ეხლა გააჩერე და უთარგმნე მოვლენ თუ ვაგინოტკო თუ დაადეთ იმიტომ რომ ალბათ 10 წუთია აქვს ვარ და არავინ არ მოდის დაფაი ხო აი ამ მაგიდის ხელა რაღაცა აუ სო ეს 100 ევრო ხელა რაღაცა არა მაგიდის ხელა რაღაც მიქონდა პოდნოსით იმ კაცმა მითხრა დაძახებული მყავ და მოვა უკვე დაძახებული მყავ კრევეტები არ გვაქვს იმიტომ რომ ორშაბათიაო და ორშაბათსო ვერ დავიჭირეთო და რაღაც ავისი სულელეები ლობსტერი შევუკვეთეთ ერთი პაიე შევუკვეთეთ ერთი მიდიები თუ რაღაც შევუკვეთეთ კრევეტის მსგავსიაო რაღაცო მოკლედ ანუ გუშინ მივხვდი რომ გუშინ იყო კვირა რა გუშინ მივხვდით რატო იყო სავსე რა
სავარაუდოდ, იმიტომ რომ გუშინდელ დღეს იყო ყველანაირი თევზი და ყველაფერი საერთოდ. ხო და ცოტა შევუკვეთეთ ლობსტერი და რაღაცები, რომ მაინც დავაგემოვნოთ რა. აქედან მე სადმე წავალთ კიდევ, რომ ნორმალურად უჭამოთ. იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება წახემსება, არაფერი ისეთი არ შეგვიკვეთავს. 1-200-250 ევროსი იქნება ყველაფერი, ძალიან ლაითად უნდა ვჭამოთ. არ ეს მოგვიტანის პროსტა რა, ანუ ეს არის გახუხული პური, ზეითუნის ზეთი და ზემოდან არის ტომატი, გახუხული ეს ტომატი და გახეხილი. ძალიან გემრიელი რაღაცა არის. ისე. პომიდორს არ ჭამს, ძინა პომიდორი არ უყვარს. ძალიან მრიგია. მაგრამ პომიდორი თუ არ გიყვარს, იმენა პომიდორის გემოვაქ რა. ეს მოგვიტანეს უფასოდ, უბრალოდ როგორც ყველა ბარში მოგწომე, მიწისყრილი და ასე შემდეგ ასახემსებლად. ეს არის ჩვენი ლობსტერი. ხუნით მოვიდა. თენ, რა სამუშაოები გვანახე? და როგორ მოგეწონა, იმიტომ რომ პირველად ჭამს და თან თევზი საერთოდ არ უყვარს. თევზი მეზღება. თევზი შუნი აქვს, მაგრამ გემო არა. და როგორია? სანგემრიელი. ხალხო, აბა თუ გამოიჩნდეთ, რაზე ვლაპარაკობთ? რაც შევჭამთ ჯიგრულად. ანუ ძალიან გემრიელი იყო. ანუ ყველაფერი ვჭამეთ, მართლა ანუ ძალიან გემრიელი იყო. ძალიან გემრიელი იყო, ძალიან კარგი იყო, მაგრამ ეს არ არის ის რომ აი იმენა მშიერი მოხვიდე და ჭამო და ანუ არაფერი არაა, ძალიან ლაით, აი როგორც მდინარეზე თევზი და გვიჭერია გურიაში რა ბევრს და რომ მიდიხარ და სემიჩკასა ვიჭამ სახლში და იმით ვერ გაძღები ხარ, რამდენი უნდა ჭამო რომ იმით დანაყრდე, უბრალოდ ეგრე არის ესეც რა. ჭამეთ, ვისიამოვნეთ, ძალიან კარგი იყო, გაგვისწორდა ულამაზეს ხედზე ვართ თან, მაგრამ ეხლა წავალთ და შევჭამთ. ეს არის ხალხო პაიე. პაეია. მე დამანაყრა მან. აი ძალიან გემრიელია. ნუ ეხლა ცოტა ბრინჯი შრალი იყო, მაგრამ შრალი იყო, მაგრამ მე 1-2 გასადაც ჭამე ცოტა რბილი ბრინჯი იყო, ვეროთ მეტი მოლუსკები და რაღაცეები ეყარა. ნუ ეხლა ჰაი კლას რესტორანში ვარ და ყველაფერი დათვლილი დევს აქ. ნატასაც მოეწონა ჩემსავით, მაგრამ დანაყრებული არ არის. თინას ძალიან მოეწონა ლობსტერი, ლობსტერი ხომ მოგეწონა? კი, ლობსტერი. ლობსტერი მოეწონა, მაგრამ აი ვერ დანაყრდები, ძალიან ბევრი უნდა ჭამო რა. არაფერი არ არის რა. ეს არის იმისთვის, რომ ისიამოვნო და არა იმიტომ, რომ რაღაცა გაცხე და დანაყრდე და გასყდე და რავი, აქ ჩვენ როგორც ვჭამთ, ჩვენ ვერ დავნაყრდებით. 10000 euро დაგჭირდება ჩვენ. მოკლედ, ხო, აი აქ მინიმუმ მე ნატა და თინა არ ვიცი, მე და ნიკა როგორც ჭამთ, ყველაზე მკვდარ სვამ 2000 euро უნდა დავტოვოთ, რომ აი დავნაყრდეთ რა. მაგრამ ხედი ყველაფერი ულამაზესია და ხედით დავნაყრდით. აქედან წავალცადი. მოკლედ, მოვიდა 167 euро და საკმაოდ კარგია რა, ანუ დაჟე ჩვენ ვიბრად მეცველოდებოდი რა. 67 euро ღირდა ლამანტოლ კასოლა, ეს არის ლობსტერი, გამბეს აჯილო, ეს ის პაიე არის. არა, ის იყო რა ქვია. პაიე ღირდა 30 euро. წვენში ვაწოდე. აი, როზე კაი, პაიეში იყო ხალხო. 8 ფეხაც, პაიეში იყო მიდიაც, ძალიან ბევრი რამე იყო რა, ძალიან გემრიელი იყო პაიე. კოკა-კოლა ღირს 3 და 40 და ლუდი იყო 25 ევროს. სხვათა შორის ძალიან იაფია. იმიტომ რომ ლუდი ჩვენ დავლიეთ 3-3. ორ-ორი უпроსორეთ, ხო? მერე? 6 ლუდი 30 ევროსი არ არის. 5 ევროც კი არ ღირს, მაგრამ ლუდი იყო არ არის 500-იანი, არის 330-იანი რა. ეს არის ჩეკ, ძალიან პატარა, 330-იანი არის ალბათ. და ამ ხელა. მოკლედ, აქედან სადმე წავალთ და საწავალთ კი განახებთ რა. ესე იგი, გადავწყვეტეთ, რომ არცად აღარ წავიდეთ, იმიტომ რომ თან დაღლილები ვართ. წავიდან იქ რომ დავჭერთ, სანამ ეთყობა ტვინმა ის მიიღო ის საჭმელი, მაგრამ და გშია და ხო და აღარ გშია დიდად რა. ხო და სახლში ძალიან ბევრი საჭმელი გვაქვს გადატოვებული,
პროგრამის საჭმელს გავიკეთებთ სახლში და შევჭამთ და ამას შეხედეთ. 330 CD კაბრიოლეტი. აქეზე დიმანქანა ჯერ არ მინახავს დროიზე და 46. ხო და ავედით რა. ეს ვიდეო ამით დასრულებულია. იმედი მაქვს რომ მოგეწონათ ჩვენი ესპანეთის თავგადასავალი, უпростоრედ ბარსელონასი, მადრიდი კი ნახეთ უკვე. იმედი მაქვს რომ მოგეწონათ, დალაიქეთ, არხი გამოიწერეთ. მადლობა ვინც უყურებთ ხოლმე. თითოეულს გთხოვთ რომ უყურებთ და დაასრულებთ ამ ვიდეოს, დაწეროთ კომენტარები, როგორ მოგეწონათ, რას დაამატებდით, რას ნახავდით კიდე, რას იზავდით, რას ბევრი რამე ვერ ვნახეთ, იმიტომ რომ ზოგი დროის გამო, ზოგი ფულის გამო, რომ ზოგ ადგილზე წასვლა 150 და 200 ევრო ღირდა ტაქსით და ნუ მოკლედ რა. მაგრამ ჩვეულებრივ შეგვიძლია კიდე ჩამოვიდეთ და დავათვალიეროთ ყველაფერი, რაც გაგვისწორდება და გვესიამოვნება. ეს ვიდეო ამით დასრულებულია. აღარ გადავიღებთ ყვილა ხვალ მაინც დილით მატარებელში უნდა ჩავდეთ, უკან მადრიდში წავიდეთ და მერე გავფრინდეთ და არაფერი განსაკუთრებული არაა გადასაღები. მადლობა ვინც უყურებდით ვიდეოს. აბაჰეთ, აბაჰოთ, გაკოცეთ ბევრი და ლაიქეთ და არხი გამოიწერეთ. ამ წელს უნდა ავიდეთ 200,000 გამომწერზე უეჭველი.